ჩამოინგრა ერთ ოთახში ჭერით მთლიანად, სადაც ბავშვების საძინებელია გათავსებული. ხო და მაშინ მივმართეთ მერიას. სწორედ. მოვიდნენ შორბურ სურათები გადაიღეს და ასურათეს, რაც შეიძლება გაკეთებულიყო იმ ეტაპისთვის. და შემდეგ უკვე არაფერი გითხრეს, რომ დაგიკავშირდებით, როგორც კიდევ მოხდება. მე უკვე გუშინ ყველა ოთახში წვიდა უბრალოდ. ეს აღარ იყო ის, რომ უბრალოდ ერთ ოთახში ჩამოინგრა ჭერი. ან რომელიმე ოთახში შეიძლება რაღაცნაირად გადაინაცვლო. ყველა ოთახში წვიდა, ყველა ოთახში ინგრეოდა და ყველგან გვქონდა იმის შეში, რომ ბავშვის საწოლზე რამე არ ჩამოვარდეს და ეს საწოლი აქეთ-იქით დაგქონდა, როგორც კი შესაძლებელი იყო. არაფერი ღამე გავათენით, დილას გავიღვიძეთ, მოვიდნენ უკვე ჩვეულებრივ. კიდევ ერთხელ დაასურათეს. არ ვიცი, ასეთი სისწრაფით ქართველებს თუ შეუძლიათ რამის გაკეთება და ასეთი მობილიზაციის ხდენა ერთად და გამოგვიყვანეს სასწრაფოებით, იმიტომ რომ იქ თუ არ გადაიხურა, იქ თუ არ გაკეთდა რაღაც საერთო სამუშაოები, იქ გაჩვენდა რაღაცა. იმდენად რამდენადაც ჩვენი სახლი არ წაუდგია წყალს, იმიტომ რომ იქ არის სახლები ქვედა ნაწილში, საერთოდ წაიღებდი. ჩვენი რამდენადაც არ წაუღია და არის გადასახური და ეს ჭერი გასაკეთებელი, ამდენად 10 დღეში ორ კვირაში უკვე ხვალზე დაიწყება სარემონტო სამუშაოები, ამას გვეუბნებიან. ფაქტი ის არის, დღეს აქ ავართ, ხვალ დაიწყებენ სამუშაოებს მოკეთეს. ჩვენთვისაც კი ძალიან კარგია, როდესაც გეხმარებიან, როდესაც აი ასე სწრაფად, როდესაც არ გიწევს იმ შიშღამის გათენება, რომ ვაიმე კიდევ რომ იწუნოს, შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს. ეს ძალიან დასაფასებელია და მადლობის მეტი რა არის საქმე, მაგრამ საკუთარ სახლში ყოფნა საერთოდ ჯობია. როგორც ერთ-ერთი რიგითი მოხალისე, მეც მივედი ვაგის განმგეობაში, მივიტანეთ პირველად დახმარების ნივთები, რაც შეგვეძლო, ასევე ტანსაცმელი, ჩემ მეგობრებთან ერთად და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვეხმარებოდით, რომ ეს გადაგონეწელებინა და გადასავლებინა ტანსაცმელები, რომ ქალების ცალკე, ბავშვების ცალკე, კაცების ცალკე. და შემდეგ თვითონ გამგეობიდან გაგვანაწილეს, ან მოხდეს მისამართები, 3 მისამართი, სადაც უნდა მისულიყავით და აღგვერეცხა ის დაზარალებული ოჯახები, გაგვეგოთ რა საჭიროება აქვთ მათ ამ მომენტში, გაგვეგო საცხოვრებდნენ და რა სჭირდებათ უბრალოდ მათ ამ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მეტად. შემდეგ ამ ინფორმაციას გამგეობას გადავცემთ და გამგეობა უკვე რეაგირებას მოახდენს საჭიროებაზე. ძირითადად უმეტესობას 90%-ს სახლი სრულიად დანგრეული აქვს, ანუ ვერ მოახერხეს ვერანაირი ნივთების გადარჩენა. აქედან გამომდინარე, პირველადი დახმარების ნივთები, ან პირველადი საჭიროების ნივთები სჭირდებათ, ჰიგიენის რაღაც ნივთები, ტანსაცმელი, საკვებით ეხმარებიან, ან შეთანხმებით სასტუმრომაც უკვე უზრუნველყო ისინი რაღაც გარკვეული ნივთებით და ძალიან ბევრია, რომელსაც სჭირდება რაღაც სწავლები, რომლებსაც კონკრეტული რეცეპტი სჭირდება და მივიდეო, რომ ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს რაღაცას მოახერხებს. თუ ჩვენ შემოგვიყვანეს 15 დაზარალებული ოჯახი, დღესდღე თავიც ახლა თვითონ მაქსიმალურ საკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს კარგი განწყობით, ჩვენს მაქსიმალურად შევსრულოთ თავისი გასაწევი. ვცდილობთ გვერდში ვედგეთ, შემოიყვანა თბილისის მერიამ, გამგეობიდან იყვნენ ბევრი მოსულები, არის აღწერა, მდებარეობს რა არის საჭირო სტუმრებისთვის, რა არის საჭირო იმ დაზარალებული ხალხისთვის. ეცემა მაქსიმალურად იმისთვის, რომ დავეხმაროთ და გვერდში ვედგეთ. სასტუმრო თავისი მხრიდანაც პერსონალიდან დაწყებული, სოფლიდან დამთავრებული ყველაფერი ვცდილობთ იმისთვის, რომ უბრალოდ შევუსრულოთ ის გაჭირვება, რაც განიცადს.